ეს დროშა ახლა წარმოადგენს საფრთხეს, მაშინ დაიყოს ეს საფრთხე და ვიაროთ ჩვენ ამ საფრთხესთან ამ დროშით მოვდივარ სახლიდან აქციამდე, აქციიდან სახლამდე. სამჩნევია ის, რომ მე ამ ქვეყანაში რაღაცას ვაპროტესტებ და არაფერი არ მაქვს დასამალი. საქართველოს სიმბოლიკის ტარება ხდება საშიში იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობ. დამოუკიდებლობა რომ მოიპოვა თორემ ერმა ამ დროშით მოიპოვა ამ დროშასთან ერთად საკეცო თეთრი არიცა და ეს წითელი კვერი ეს არის სისხლი დაღრული სამშობლოში აქ ვდგევართ ჩვენ 88 წლის ნოემბრიდან ვართ პარლამენტს სახელმწიფო მიდექეთ 3 წელი აქედან ვერ გავხვალთ სანამ არ მიიღებო და აი ესე მოიპოვოთ ეს საქართველოს დროშა ჩემთვის ეს დროშა ყოველთვის იყო განახლებული ქართული ხედვის დროშა. წინა დროშაში შავი ფერი სულ იყო წარსულის ტრაგედიაზე ლაპარაკი. ეხლა შავი ფერი აღარ აგვაქვს. ჩემთვის უფრო აჩვენებს, რომ ახალი დროშა არის უფრო ნათელი მომავლის სიმბოლო. საქართველოს დროშა არის ყველაზე ლამაზი დროშა, რაც კი სადმე რომელიმე ქვეყანას ქონია ოდეს. ეს არის მთელი ის ემოცია, რაც ქართულ ადამიანს აკავშირებს ამ სიმბოლიკას. დროშა ჩვენი ღირსება რუსეთის სიამაყეს ვიზნო. ების ვინც ვარ ყოველთვის ჩემი დროშით და ჩემი ქართული სულით. მე ვიქნები ერთ-ერთი მაგალითი ჩემი დროშით იმ ადამიანების, ვინც აპროტესტებს უსამართლობას, თან ამას აკეთებს ხმამაღლა და არ ეშინია იმის, რომ სამშობლოს სიყვარულისთვის შეიძლება ფიზიკურად გაუსწორდნენ.